საღამომშვიდობის არი ოფენ მედის ერთ-ერთი ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ესპანეთის ქალაქმა ალბორაიამ სომხების გენოციდი ოფიციალურად აღიარა და ესპანეთში 53-მე ქალაქი გახდა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქის საბჭოში წარმოადგენელი 6-ვე პოლიტიკურმა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც პარტია კომპრომისმა ესპანეთის სომხური კავშირის არარატის შუამდგომლობით წარადგინა. დოკუმენტით ფრაქციებმა დაგმეს ოსმალეთის თურქეთის მიერ ჩადენილი გენოციდი და ხაზი გაუსვეს მისი მსოფლიო აღიარებისა და თანამედროვე თურქეთის მიერ ზიანის ანაზღაურების აუცილებლობას. სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზაზე, რომელიც გუშინ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილი მეწყერის გამო იყო ჩაკეტილი, მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დევდორაკი ამალის ხეობაში ტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეწყერს მსხვერპლი არ მოყოლია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი განაცხადა, რომ დევდორაკის მყინვარზე დამონტაჟებული ადრეული შეტყობინებების სისტემის წყალობით დარიალის გამშვები პუნქტიდან პერსონალის დროული ევაკუაცია განხორციელდა. სომხეთის პრეზიდენტი ირან-სომხეთის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გაეცნო. სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სიუნიქის პროვინციაში ირან-სომხეთის 200 კილოვატიანი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. პრეზიდენტმა ადგილზე დაათვალიერა პროექტი და დაინტერესდა მისი დასრულების ვადებით. პასუხისმგებელმა პირებმა პრეზიდენტს აცნობეს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით და შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ სამუშაოები ერთდროულად ორი მიმართულებით ნორავანიდან საზღვრისკენ და საზღვრიდან ნორავანისკენ ხორციელდება. სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატი ჰასმი ქაკოფიანი იმედოვნებს, რომ რეგიონული კომუნიკაციების გამბლოკვის საკითხი უახლოეს 1-2 წელიწადში მოგვარდება. მისი თქმით, ერევანი ფანტასტიკურად მუშაობს მშვიდობის, ღია საზღვრებისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. თუმცა ამ ოპტიმიზმის ფონზე თურქი და აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები კვლავ ზანგეზურის დერეფნის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ. აზერბაიჯანში თურქეთის ელჩის ბიოლ აგუნის განცხადებით, თურქულ სამყაროს პირდაპირი კომუნიკაციისთვის დერეფანი სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა პირდაპირ კავშირშია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან და ზანგეზურის დერეფნის პირობების შესასრულებასთან. ჰასმი ქაკოფიანი აღიარებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებებში აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარება წითელ ხაზად გასდევს. თუმცა ის ამტკიცებს, რომ გამბლოკვის საკითხებზე ერევნისა და ანკარის პოზიციები ხშირად ემთხვევა და პროცესი სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით უნდა წარიმართოს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ერევნის ოპტიმიზმისა, ანკარა კვლავ წინაპირობების ენით საუბრობს, რაც სომხეთ-თურქეთის ნორმალიზების პროცესს აფერხებს. სომხეთში სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად 2025 წლის მეორე კვარტალში მედიისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის 36 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის 2 ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან. კომიტეტის თავმჯდომარის აშოდ მელიქიანის თქმით, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების დარღვევების რიცხვი და შემაშფოთებელია მედიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების რაოდენობა 29 სარჩელი წლის პირველ ნახევარში. მელიქიანი მეორე კვარტალის დაძაბულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ფონს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოვლენისა და ამ ფონზე ბიზნესმენ სამվել კარაპეტიანისა და 2 მაღალი რანგის სასულიერო პირის დაკავებას უკავშირებს. მისი შეფასებით, ეს მოვლენები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სომხური მედიის პოლარიზაციას, სადაც მედია საშუალებების უმრავლესობა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებრივი ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული. მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორების საზღვრების გარეშე ანგარიში სომხეთმა 9 პოზიციით წინ წაიწია, მელიქიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში ასახული კრიტიკა კერძოდ ქვეყანაში დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის უპრეცედენტო დონე უგულებელყო.
ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე წარადგინა. მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ თბილისის მერის თანამდებობაზე კვლავ მოქმედი მერის კახა კალაძის კანდიდატურა წარადგინა. კალაძის წარდგენისაზე იმოღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. თავის გამოსვლაში კალაძემ დაასახელა ორი ძირითადი პრინციპი, რომლებზეც თავის წინასაარჩევნო პროგრამას ააგებს. თბილისი პასუხისმგებლობის ქალაქია და თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. ეს კახა კალაძისთვის მერის თანამდებობაზე კენჭისყრის მესამე შემთხვევაა. ის დედაქალაქის მერად 2017 და 2021 წლებში აირჩიეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიქსის ორგანიზაციის წინააღმდეგ ღია დაპირისპირება დაიწყო. მისი განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ბრიქსის გეგმებმა შექმნას დოლარის ალტერნატიული ვალუტა, რაც მისი შეფასებით ამერიკული ვალუტის გლობალურ დომინირებას ემუქრება. ამ ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყანა გამოთქვას ბრიქსში გაწევრიანების სურვილს. რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ბოლო სამიტზე ორგანიზაციამ, რომელმაც პარტნიორი ქვეყნების სტატუსიცაც შემოიღო, კვლავ დაადასტურა თავისი მიზანი შეუმციროს დოლარზე დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ვაჭრობის ეროვნული ვალუტებით. რა როლს ითამაშებს ბრიქსი მსოფლიო ეკონომიკურ კომუნიკაციაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დოლარის ჰეგემონია? ამ თემაზე დეტალურად ჩვენი კოლეგა ანა ჰარუთუნიანი ისაუბრებს. ტრამპის მუქარამ დააწესოს 10%-იანი საბაჟო გადასახადი ბრიქსის ანტიამერიკული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების წინააღმდეგ გლობალური სავაჭრო დაძაბულობა გაამწვავა. ბრიქსის წევრებმა კატეგორიულად უარყვეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ მათი პოლიტიკა მიმართულია გლობალური თანამშრომლობისკენ და არა აშშ-ს წინააღმდეგ. ამ დაძაბულ ფონზე ბრიქსის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათი მიზანი ეკონომიკური ალტერნატივების შექმნაა კონფლიქტის გარეშე. ეს არის ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც სურს იპოვოს მსოფლიოს ეკონომიკური თვალსაზრისით ორგანიზების სხვა გზა. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ბრიქსი ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. მსოფლიომ უნდა იპოვოს გზა, რომ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები იძულებული არ იყოს დოლარით განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამას და ფრთხილად განვახორციელოთ. ეს ისეთი რამაა, რაც თანდათან ხდება, სანამ გამყარდება. ჯგუფი არ ცდილობს კონკურენცია გაუწიოს რომელიმე სხვა ძალას და დარწმუნებულნი ვართ, რომ აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას გავაფორმებთ. საბაჟო გადასახადები არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც იძულებისა და ზეწოლის ინსტრუმენტი. ბრიქსი მიისწრაფის მომგებიანი თანამშრომლობისკენ და არც ერთ ქვეყანას არ ერჩის. პოლიტოლოგ ნორაირ დუნამალიანის თქმით, საბაჟო გადასახადების ომი, რომელიც უფრო პოლიტიკურ ვიდრე ეკონომიკურ მიზნებს ისახავს, გამოიყენება როგორც ბერკეტი სხვა სახელმწიფოების, მაგალითად ევროკავშირის წინააღმდეგ, როგორც ეს ცოტა ხნის წინ 30%-დან 15%-მდე შემცირებული საბაჟო გადასახადის შემთხვევაში მოხდა. ეს პოლიტიკა ტრადიციულია აშშ-ისთვის 19 საუკუნიდან მოყოლებული. Հակաամերիկյան հասկացությունը ანტიამერიკული ცნება ტრამპის პერსპექტივიდან უნდა განვიხილოთ, როგორც გარკვეული აზრით ანტიტრამპული. და ტრამპმა ყველა ის ქმედება, რომელიც მისი აზრით ეწინააღმდეგება იმ კონსერვატიულ ან რესპუბლიკურ იდეებს, რომლებიც მას აქვს, შეიძლება ანტიამერიკულად მოიხსენიოს. ეკონომისტ ვარდან არამიანის თქმით, ტრამპი თავისი ეკონომიკის პოტენციალს სხვა მცირე ქვეყნების საწინააღმდეგოდ იყენებს. ტრამპი այդ հայտարարությունը ուղղակի ես կարծում եմ ტრამპის ეს განცხადება ვთქვიქრობ უბრალოდ იმისთვისაა გაკეთებული, რომ თავი დაიცვას. მას ესმის, რომ ეს 34% და თუ ჩინელები თავიანთი დაპირებული მაღალი ტარიფებით უპასუხებენ, დღეს 10%-ია რა და თუ კიდევ გაზრდიან, ეს შეერთებულ შტატებსაც დაარტყამს. 2000 წელს აშშ-სა და მის მოკავშირეებს გლობალურ გავლენაში უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა 2025 წელს ჩინეთმა და მისმა მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი ეკონომიკური გავლენა. ეკონომისტის თქმით, შეერთებული შტატების უპირატესობა მსოფლიო ვაჭრობისა და ფინანსური ნაკადების 57%-ში, რომლებიც დოლარით ფასდება და ხორციელდება, მნიშვნელოვნად აღემატება ჩინეთისა და ევროს წილს. Միացյալ Նահանգների հնարավոր ეკონომიკის მშეეპების თვალსაზრისით შეერთებული შტატების მშეეპე დაახლოებით 29 ტრილიონიანი მშეეპია 2024 წლის შედეგებით. თუ წლიურს უყურებთ, ჩინეთის 19 ტრილიონი, ნომინალური დოლარული გამოხატულებით. წყიდვალობით უნარიანობის პარიტეტით კორექტირებული, შეერთებულ შტატებში
შტატებზე მაღალია ჩინეთის ეკონომიკის შეებე. ჩინასთან ավելի ჩინეთს უფრო დიდი წარმოება აქვს, უფრო დიდი ბაზარი და ჩინეთი გარკვეული აზრით თვითკმარია, ანუ მისი შიდა ბაზარი მილიარდზე მეტია. ანუ ეს არ გამოიწვევს იმას, რომ ჩინეთი დიახ დანაკარგებს განიცდის, მაგრამ ეს გარკვეული აზრით ჩინეთის ეკონომიკურ კოლაფს არ გამოიწვევს. სომხეთმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა სურვილი ჩაერთოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პროცესებში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრიქსთან. ბრიქსი FŠHK ბრიქსი და შთ უფრო მეტად წარმოადგენენ მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის მოდელის იდეას. და დღეს ჩვენ ვხედავთ ამ იდეის გარკვეულ კრიზისს, რადგან იმავე ისრაელსა და ირანს შორის ომის შემდეგ, 12-დღიანი ომის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ იგივე ჩინეთი ან რუსეთი და მით უმეტეს ინდოეთი მზად არ არიან გარკვეული აზრით დაიცვან ის იდეები, რომლებსაც წარმოადგენენ. եթե քաղաքականից դուրս գանք, սուտ տնտեսագիտական միտքը եւ თუ პოლიტიკიდან გამოვალთ, წმინდა ეკონომიკური აზრი და ციფრები მიგვანიშნებს, რომ როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით ჩვენთვის უმჯობესია ვიმუშაოთ შეერთებულ შტატების ბაზარზე, ვიდრე ჩინურ ბაზარზე ვაჭრობის კუთხით, რადგან ყოველ შემთხვევაში ვაჭრობის წონა ჩინელებთან ბევრად მეტია. აღარაფერს ვამბობ, რომ იქ რუსეთის ფაქტორიც არის, რადგან ბრიქსის წევრი რუსეთიცაა. სომხეთი უკვე წევრია არაერთი დიდი ორგანიზაციის. მცირე სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური განვითარება ხშირად დამოკიდებულია საგარეო ბაზრებზე ხელმისაწვდომობაზე. տնտեսական տեսանկյունից փոքր պետության ეკონომიკური თვალსაზრისით მცირე სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ბაზრის მიღებაა, ანუ რომ ის წარმოება რაც არის მიმართული იყოს იმ დიდ ბაზრებზე და შეეცადონ გარკვეული აზრით გამოიყენონ ეს ბაზრები, მაგრამ თუ ჩვენ EEC-ზე ვსაუბრობთ, ამ კონტექსტში ბრიქსისა და შცოს პროცესები სომხეთის მსგავსი მცირე სახელმწიფოების მონაწილეობით სპეციალისტების რწმენით ხელს უწყობს ეკონომიკური ალტერნატივების ფორმირებას, აფართოებს სავაჭრო შესაძლებლობებს და ამცირებს ცალმხრივ ბაზრებზე დამოკიდებულებას. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.